როდესაც ხალი ნამაზს როსულობს და თმები და ნაწნავები უჩანს. ასეთი ლოცვა შეიძლება თუ არა, ასეთი ლოცვა არ შეიძლება. ნამაზს აქვს ფარძები. სულ 12 ფარძი აქვს. ამას ჩვენ ვეძახით შიდა და გარე ფარძებს. 6 ნამაზის დაწყებამდე შესასრულებელი ფარძია, ჯერ არ დაგიწია ნამაზი, მაგრამ უნდა შეასრულო და 6 რომ დაიწყებ უკვე მერეა შესასრულებელი. ამ დაწყებამდე შესასრულებელი ფარძებიდან ერთ-ერთი სწორედ ჩაცმა დაბურვა არის. რომ ნამაზს რომ შეეფერება ისეთნაირად ჩაცმა, ტანისამოსის შემოსვა და ქალისთვის აქ არის თავის დაბურვა, რა თქმა უნდა. თავის დაბურვა არის საჭირო, როგორც შერიათშია მითითებული, სახის გარდა სხვა არაფერი არ უნდა უჩანდეს, არც თმები და არც არაფერი. ამის შესახებ შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს ლა იაკბალუ ল্লাহუ სალატა ჰაიდინ ილლა ბიხიმარი. ალლაჰი სუბჰანაჰუ ვა თაალა ზდასრული ქალის ნამაზს არ იყაბულებს, თუ მას არ ექნება თავსაბურველი. და თავსაბურველი როგორც შეკითხვიდან ყოფილობ, თავსაბურველი აქვს, მაგრამ სწორედ რანაირი რაფორმით უნდა იყოს ეს რაფორმისა უნდა იყოს ეს თავსაბურველი, ამასაც ისევ სუნნეთიდან ყოფილობთ, თუ როგორი ხურავდნენ შუამავლის ქალიშვილები, მისი მეუღლეები, საჰაბეთ ქალები, საჰაბის მეუღლეები, როგორ იხურავდნენ. სწორედ ისე უნდა დავიხუროთ, ისე უნდა შევიმოსოთ ჩვენ. რადგანაც ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა იმ ფორმით არის კმაყოფილი. საიდან ვიცით რომ იმ ფორმით არის კმაყოფილი? იქედან ვიცით რომ ჩვენ შუამავალ ალეისალათუ ვასალამის დროს სიცოცხლეშივე ჯენნეტით ნამახარებლები ადამიანები ყავს და მათ შორის ქალებიც იყვნენ, ხო? სწორედ ის მორწმუნემ იმით უნდა დაინტერესდეს და ეძებოს რომ ისინი როგორ იცვამდნენ, მაგალითად ჩაცმის თემაში, სხვა თემაშიც კიდევ იმათთან უნდა აიღოს მაგალითი, იმიტომ რომ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა მათიდან რაზი რომ არ ყოფილიყო, კმაყოფილი არ ყოფილიყო, იმას სიცოცხლეში ჯენნეტს არ უმახარებდა.